მიდი ხარ თუ კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო, კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ, რომ სოლიდარული ვართ ჩვენი კოლეგებისადმი, რომლებიც დაპატიმრებულები არიან აქ გზანის ციხეში, არ ვიცი მე გვანტანამოა ის გზანის ციხე თუ რაღაც ისა სოდომის და გომორის კანტორა. ფაქტია, რომ დღეს ათობით ქართველმა ჟურნალისტმა ალყაში მოაქცია ეს გვანტანამო და სიგნალებით 7 წუთი პროტესტი უცხადეს საბჭოთა ხელისუფლებას. ამ საკითხზე და მრავალ სხვა საკითხებზე დავიწყეთ საუბარი პირველი ბლოკიდან და გუბას სანიკიზე ყავს სტუმრად. მადლობა მინდა გითხრათ გუბას ბატონო, რომ მობრძანეთ ჩვენთან და თქვენს გეუბნებით და მაყურებელსაც ჩვენი სოლიდარობა გრძელდება ამ დაპატიმრებული რეპორტერების ხარდასაჭერად და სანამ ეს ადამიანები გათავისუფლებულები არ იქნებიან, ჩვენ ეს მაისური გვეკეთება და ძალიან ბევრი ადამიანი უკვე მოხალისეებად ითხოვენ აი ამ მაისურს. გვალობთ რომ გესტუმრეთ და თქვენ რას ფიქრობთ იმაზე თუ რა ყოფაშია ქვეყანა. რას ფიქრობ იმას მოგახსენებთ? კი ბატონო. მინდა გაგანდოთ ერთი საიდუმლო, ძალიან ბევრი ვეძებ ეგ მაისური ჩემი ზომის. მე წლის ვიშოვე 70 ზომა. ვერაფერ ვიშოვე, ასე რომ ლუბა მიშოვა სადღაც ლუბამ და გავიკითხოთ ლუბაზე. აუცილებლად, რა თქმა უნდა, სოლიდარული ვარ მეც, ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციაც, ყველა წესიერი ადამიანი, რაც ხდება ჟურნალისტებთან დაკავშირებით. ახლა დღეს გვაჩვენეს მორიგი უნიჭო სპექტაკლი, აღიარებითი ჩვენება. დავით ბატონო მოგეხსენებათ. ანუ აუჩეხია თურმე ეკა თქვა 3 საათი იყო, სუჩქება მქონდაო. აღიარებითი ჩვენება აღარ ითვლება, დასავლეთში დიდი ხანია უკვე აღიარებითი ჩვენებას დიდი მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ, იმიტომ რომ აღიარებითი ჩვენება სულ თავისუფლად შეიძლება იყოს დანაშაულის დაფარვა, მაგალითად ვიღაც კაცმა შეიძლება რაღაცა დაიბრალოს და ნამდვილი დამნაშავე დაიმალოს. მართლმსაჯულება დგას, ვიცი ახლა ეს 21 საუკუნეა და გვიწევს ამისი გამეორება როგორც ჩანს, მართლმსაჯულება დგას ერთ რამეზე, უნდა დაუმტკიცო რომ ის დამნაშავეა. და არა ვიშინსკის ის და არა ის რომ იმან უნდა იმართლოს თავი, ან აღიაროს რაღაცა და ამის მიხედვით, ხო ახლა აბსოლუტურად აბსურდამდე არიან ესენი წასულები, ახლა რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მოდითო ერთიო და ჩაგვარდითო ვინც ახართო და გაპატიებთო ეს ჯაშუშებია. ჯაშუშობაც ისეთი საკითხია, ხა ჯაშუში არის სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს თუ არა და გამოდის ქვეყნის მოღალატეობაზე აქ საუბარი ახლა. რაც შეეხება ქვეყნის ღალატს და ქვეყნის ინტერესების ღალატს, ზომაზე მეტი აქვს უკვე ნაცმოძრაობას ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს და ამ ხელისუფლებას. მე პირადად გუბა სანიკიძე და ეროვნული ფორუმი მთლიანად პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმი თანადგომას და სოლიდარობას უცხადებთ ჟურნალისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეშია ჩართული, იმიტომ რომ ეს არის ფართო მასშტაბიანი ყოვლის მომცველი შემოტევა ქართულ საზოგადოებაზე ნაცმოძრაობის მხრიდან და მარტო ჟურნალისტების საკითხიც არ არის ხო აქ უკვე. ყველა მიმართულებით ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში არის ჩართული ეს ხელისუფლება და ამდენადაც ფართო ფრონტიც იბრძვის ეს ხელისუფლება ჩვენ წინააღმდეგ, იმდენად უნდა მოახერხოთ ჩვენ რომ თავი დავიცვათ და მე ეს ხელისუფლება უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას. სხვათა შორის ძალიან აზარალა ეს ხელისუფლება ქვეყნის გარეთ ამ ჟურნალისტების საქმემ, იმიტომ რომ ცხადია ხო, თეთრი ძაფით არის ახლა შეკერილი, ახლა რაც დღეს მოვისმინე მე თქვათ ის აღიარებითი ჩვენება. არაფერი არ იყო იქ, არაფერი არ იყო, წეს ნაყვა იყო. ფაქტიურად რა ჟურნალისტის საქმიანობას რო ეწეოდა იმას ეყვებოდა. ხო, ასე გამოიყვანეს რომ აი ეს შეხედე ნახე რა ხდება, ხო? ის 314 ბუხლი არის იდიოტობა თავიდაბოლომდე. ხო, რა თქმა უნდა რა, ამიტომ მე პირადად თქვენი აზრით ვის გააკეთა ეს რეჟიმმა? ბევრი ამის გამო რა, ერთი აქვს, აშკარად აქვს ახლა მედიის პრობლემა აქვს, იმიტომ მედია მთლიანად მედიის მნიშვნელოვან ნაწილს კი აკონტროლებს ეს ხელისუფლება, მაგრამ ეს ტერორის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ხო? ახლა ის სეგმენტი, საზოგადოებრივი სეგმენტი, როგორც არის ჟურნალისტიკა ახლა, მაინც ვერ კონტროლდება ხელისუფლების მიერ. ვის კონტროლდება საინტერესო არ არის? ხო, ტერორი ნიშნავს ერთ რამეს დაშინებას, ხო? არის კიდევ მე ვფიქრობ, ღრმათა ვარ ამაში დარწმუნებული, მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ გადაფარულიყო
ეკლესიასთან უთანხმოების დაპირისპირების უთანხმოებას ვერ დავარქმევ ამას. უთანხმოება ირკვევა მაშინ, როცა რაღაც პოლემიკაში შედიხარ და აქ აბსოლუტურად იგნორი გაუკეთეს ქართულ სამოციქულო ეკლესიას. ამის გადაფარვაც უნდა ყოფილიყო. სააკაშვილი, პრინციპში, რა ვიცი, დიდი ფრონტალური შემოტევაზე არის გადმოსული და ყველაფერი უნდა მოასროს ახლა რა, იმიტომ რომ ისინი ასე თვლიან, რომ ზაფხული მათია. ხო, ზაფხული მათია და დასრებაზე არიან, ხო? ეს ამბავი ასე არ დამთავრდება, როგორც ჩანს, მე ღმერთმა ვარ ამაში დარწმუნებული და სააკაშვილმა თავისთვის დაუშვა რამოდენიმე სერიოზული შეცდომა. ერთი პირველი ქრონოლოგიურად ვიტყვი მე 26 მაისი. მეორე ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით. მისთვის იყო ძალიან სერიოზული შეცდომა და ახლა ამავე დროს ქართული სახელმწიფოსთვისაც ძალიან სახიფათო ნაბიჯები გადადგა მან. მე ალბათ მომეცემა აქ საუბარის საშუალება რომ ამ თემებსაც შევეხო. ჟურნალისტებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა და კიდევ ერთი ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა ოღონდ უკვე ნაცმოძრაობებში დამოხმარებისთვის, როცა რაღაცა ძალიან სერიოზული ინციდენტი მოხდა მის პრესსამსახურთან დაკავშირებით, იმ ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რაზედაც მთელი ქალაქი საუბრობს. დადის ხალხში ასეთი ხმები, რომ მან ფიზიკურად სცემა რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალბატონებიც, ხო და ახლა ეს მე ვფიქრობ, ასევე სერიოზული ჭორები დადის, რომ ის კოკაინზე არის დამждარი და ეს კოკაინის და სასმელი შედეგია რა. ჩვენ რა დავაშავეთ? ხო არა, დავაშავეთ, როგორც ჩანს დავაშავეთ, იმიტომ რომ 7 წელი არ უნდა ვითმენდეთ ჩვენ ასეთ ხელისუფლებას, მაგრამ როგორც ჩანს ეს ჩვენთვის გამოცდა არის და სააკაშვილი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი დიდი მასწავლებელი. არა, ის აბდალაძე ცოდვაა, კაცო, ისი ცოდვაა, საპირე მეწოდები არა. რა რაზვიჩიკები ეკელი არის არა, ამ სტოვრები რა, ისენი რა. არა, ეს ტოვარომანია, ეს ახლა ჩვენ ქვეყანაში, ეს ხო აპრობირებული მეთოდია, დავით ბატონო, ახლა როგორც კი წარუმატებლობები აქვს ნებისმიერ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ის იწყებს კუდიანების ძებნას და დევნას კუდიანებზე ნადირობის საგარეო საფრთხე. ეს საგარეო საფრთხეც მან გაბერა და გაზარდა. ახლა რუსეთთან ჩვენ ძალიან რთული ურთიერთობები გვქონდა, მაგრამ როცა ნაცმოძრაობა მოვიდა, იმ პრობლემების ნახევარიც კი არ გვქონდა ჩვენ რუსეთთან, რაც მე სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ გააღრმავა ესა. ამავე დროს პარალელურად ისიც გააკეთა, რომ მთელი ქართული სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ხელში აღმოჩნდა, ხო? ჩვენ საქმე გვაქვს კლასიკურ ერის მოღალატესთან. ქვეყანას მართავს მოღალატე, ქართული ხალხის მოღალატე, ქართული სახელმწიფოს მოღალატე. მე ღრმათა ვარ დარწმუნებული, ის რაც მან გააკეთა ეკლესიასთან მიმართებაში, ესეც ქვეყნის ღალატია, როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, ხო? გუბას, ძალიან გთხოვ რა, აი ეკლესიაზე, ღალატზე გვპირდები, აგზელებს საუბარს, რეკლამა მოგვიწია, გამიშეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდგომ დეტალურად ვისაუბროთ, მით უმეტეს დღეს თქვენ ქრონიკაში აი ფუნდამენტალურად გაქვთ ეს ყველაფერი აღწერილი და გვპირდებით ამაზე აუცილებლად გავჩერდებით. დაგველოდეთ ხალხო, რეკლამაა ჩვენს ეთერში. საჩუქარი ბანისგან 1 აგვისტომდე ჩაერთეთ ბანში უფასოდ. საჩუქრად მიიღეთ 1 ლარი ანგარიშზე და ტარიფი 0-ს 1 თვიანი უფასო აქტივაცია. ბანი, იაფი, მარტივი, ხარისხიანი. გაუფილტრავი ლუდი ყაზბეკი
MagTPix-ის აბონენტებო, 5 ლარად მთელი თვის მანძილზე ესაუბრეთ MagTPix-ის ქსელში ჩართულ ყველა აბონენტს. MagTPix, კავშირი ყველასთვის. გისმენთ ბატონო გუბას და დიდი მადლობა რომ გვესწორეთ. ძალიან ვრცელი და ფუნდამენტალური ანალიზი გაქვთ, აი რაც ივნის-ივლისში მოხდა საქართველოში და იმას ვიტოვებთ ჩვენს ანალიზს შესთავაზებთ ჩვენს მაყურებელსაც. ხო, რა ვიცი, მე 26 მაისის შემდგომ აქეთ მედიას დაარტყეს, იქეთ და მე ვფიქრობ რა, მე ძალიან მაწუხებს ისე როგორც ნებისმიერ ჩვენთაგან მაწუხებს. სხვათა შორის ძალიან ბევრმა თავი არის და ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად, რატომღაც ითვლება, რომ აი ეს საკითხი არ არის განსახილველი. მე ვფიქრობ, მე ჩავთვალე საჭიროდ ამ ინტერვიუშიც, საგაზეთო ინტერვიუშიც, ჩავთვალე თავი მოვალეთ, რომ მე ჩემი პოზიცია, პირადული პოზიცია დამიფიქსირებია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მოხდა 60 ქულო ეკლესიასთან დაკავშირებით. იკვეთება ერთი რამ ახლა ბატონ დავით, რომ მაინც ამ სიტუაციამ გამოკვეთა ერთი რამე რა, ძალიან არასასიამოვნო, ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი ქართულ-სომხური ურთიერთობის გაფუჭების საკითხი. ახლა სააკაშვილი ნაძირალა და უზნეო ადამიანი რო ამაზე მე მგონი შეთანხმებულები ვართ ყოველ შემთხვევაში ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. რა გააკეთა მან, ხო? მას აქვს ქვეყნის გარეთ უკვე პრობლემები, ის აღარ ითვლება დემოკრატიის შუქურად, აღარ ითვლება რეფორმატორად და კაცი ევაჭრება დასავლეთს. რომ აი მე ნახე რელიგიურ უმცირესობებს, აგერ უფლებები მივეცი და თან დასავლეთს ეუბნება, რომ აი მე რო არ ვიყო აქა. აი ჩემი ხალხი, ჩემი მრევლი, ჩემი ეკლესია არის სიბნელით გატენილი, არის აგრესიული, არმენოფობიით, სხვა ადამიანებს საერთოდ ქსენოფობიით დაავადებული და თქვენ აუცილებლად მე უნდა დამიჭიროთ მხარი. ამას შვება, ამას ჩარლიჩობს ეს. და მე მინდა ყველას უთხრა, ქართველსაც, სომეხსაც და ყველასაც რა, ყველამ უნდა იცოდეს ბატონ დავით ამ ქვეყნის მოქალაქემ რა, რომ ძალიან ცუდ ფაზაში შედის კავკასიაში ვითარება. ძალიან დიდი საფრთხეები არსებობდა ისედაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკონსერვებული იყო, მაგრამ როგორც ჩანს აქტუალიზება ხდება, ხო ახლა. ძალიან არ მიხარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისევ წამოიწია სახელისუფლებო დონეზე წამოიწია საომარმა რიტორიკა. ღმერთმა დაგვიფაროს, ძალიან არ მინდა საქართველოსთვის იქნება ეს ძალიან მძიმე შედეგები დამთავრდება. ჩვენ სამეზობლოში თუ სამხედრო კონფლიქტი განახლდა, მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს. ახლა ჩემთვის პირადად ქართველისთვის ხო, რომელი ხელი მოგიჭრია, ახლა სომხეთი წააგებს თუ აზერბაიჯანი წააგებს, საქართველოს ყველა ვარიანტში იზარამებს. არის ძალიან ბევრი ქვეტექსტები, რომელზედაც შეიძლება არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ძალიან სერიოზული ხელის გახსნა ექნება რუსეთს ამასთან დაკავშირებით, გვესმის ჩვენ რატომაც ხო, იმიტომ რომ რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესები ძალიან სერიოზულად არის ფესვ გადმული კავკასიაში. აქ თურქეთის საკითხი ერთვება, ირანის საკითხი ერთვება, აგერ სამდე გადაცემაში დავსხდებოდით მე და თქვენ, ბატონ დემურიც აქ იყო. საუბრობდით ჩვენ ამ ხიფათებზე, რა ჩუბრის სამხედრო ბაზა. დიახ, ხო. ჩვენ შეიძლება ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეთ და ეს კაცი კი არის ეს ადამიანის მაგვარი სააკაშვილი რო ამას ყველაფერს პროვოცირებას უკეთებს. არანაირად ჩვენ ახლა საქართველოს, არც საქართველოს და არც სომხეთს არ გვინდოდა იმ უსიამოვნო აბსოლუტურად არ გვჭირდებოდა არც ჩვენ და არც სომხებს ამ დაძაბულობის, ხელოვნური დაძაბულობის შექმნა. მე გეტყვით იმასაც ახლა რა მდგომარეობაში არის დღეს ქართულ-სომხური თუ სომხურ-ქართული, სულ ერთია ურთიერთობა. არ არის ჩვენი ხანგრძლივი თანაცხოვრების, თანაძმობის, თანაბრძოლის, მეზობლობის ჩვენი ისტორია რო ავიღოთ, ხო? არ არის მანდამაინც საუკეთესო ურთიერთობა ჩვენ შორის, იგივე სომხეთსა და საქართველოს შორის.